კატეგორიულად ვგმობთ არა მხოლოდ ოპოზიციური პოლიტიკოსების დაპატიმრებას, არამედ სამოქალაქო საზოგადოების სივრცის დახურვას. ბოლო კვირების განმავლობაში ჩემი შეშფოთება პირდაპირ გავუზიარე ქართულ ოცნებას და ამას კვლავ გავაკეთებ. განაცხადა ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრმა სტივენ დაუთიმ ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს საკითხზე მსჯელობისას. ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით, განაცხადეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში. დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა დღეს ნატოს სამიტის ფარგლებში ერთმანეთს შეხვდნენ. მსოფლიო ლიდერები ჰააგაში უკვე ჩავიდნენ. სამიტის ფარგლებში ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. მათ მირაჟის გამანადგურებლების მიწოდების გაზრდა და უკრაინის დაცვის გასაძლიერებლად გამანადგურებელი დრონების ერთობლივი წარმოების დაწყება განიხილეს. ჩინეთის პროვინცია გუიუჩოში წყალდიდობაა. ხელისუფლების განკარგულებით ევაკუირებულია 80,000 ადამიანი. რუსეთის ქალაქ ტაგანროგში დრონებით თავდასხმისას აფეთქება მოხდა იმ ქარხანაში, სადაც ოკუპანტები საბრძოლო დრონებსა და სპეცაღჭურვილობას აწარმოებენ. ქარხანა ატლანტ აეროს სამხედრო სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია.